Ყველას გულით მოგესალმებით, დღეს ორშაბათია და ორშაბათობით ტრადიციულად ვიკრიბებით ხოლმე რადიო იმედის ეთერში და ვსაუბრობთ ხოლმე ბიზნესის შესახებ. ბოლო პერიოდის განმავლობაში თბილისის ქუჩებს თუ გადახედათ და არა მარტო თბილისის ქუჩებს, ჩვენ დავინახავთ, რომ ძალიან მომრავლდნენ ელექტროავტომობილები. ალბათ ამის სხვადასხვა საფუძველი არსებობს, იმიტომ რომ ელექტროავტომობილებს, ელექტრომანქანებს ზოგადად რომელსაც ეძახიან ხოლმე, ძალიან ცოტა მოვლა ჭირდება, არ ჭირდება იმდენი ტიპის საშუალებები, რაც ჩვეულებრივად სხვა ავტომობილებს ჭირდება და ალბათ ამანაც გამოიწვია ის პოპულარობა, რომელიც დღეს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოშია. დღეს ელექტროავტომობილები იქნება ჩვენი გადაცემის თემა და ამ თემაზე სასაუბროთ სტუდიაში სტუმრად გვყავს საბა ხაზალია, რომელიც გახლავთ კომპანია E-Motions-ის წარმომადგენელი და დამფუძნებელი და დირექტორი და ოთარ გაბისონია ის გაყიდვების მენეჯერი გახლავთ. მოგესალმებით საბა, მოგესალმებით ოთარ. მოგესალმებით. მადლობა მოწვევისთვის პირველში. საბა, ალბათ პირველად თქვენი დავიწყოთ, ზოგადად როგორ შეიცვალა ზოგადად ავტომობილო ინდუსტრია ბოლო წლების განმავლობაში. ჩვენ განსაკუთრებით ბოლო წლებში ვხედავთ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, რომ ნელა ხდება ჩანაცვლება ელექტროავტომობილებით იმ ავტოპარკის, რომელიც დღეს საქართველოში და არა მარტო საქართველოშია. რომ მეტიც ცალკეულ ქვეყნებში რეგულაციებიც კი არა, რომ რაღაც წლამდე უკვე ელექტროავტომობილები დაიკავებენ ცენტრალურ ადგილს და აღარ გვექნება ბენზინზე, დიზელზე მომუშავე ავტომობილები. როგორ შეიცვალა ზოგადად ეს ინდუსტრია? პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩვენი კომპანია 2022 წლიდან არის ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი. შესაბამისად 2022 წლიდან მოყოლებული დღემდე, თქვენ შეკითხვას რომ პირდაპირ გავცეთ პასუხი, ბაზარზე მოთხოვნა არის საკმაოდ მზარდი. პირობითად რო ვთქვათ 2022 წლისთვის თუ ჩვენ შევძელით დაახლოებით 10-20 ერთეული ჩინური ელექტრომობილის გაყიდვა, დღეისათვის ეს რაოდენობა უკვე ასული არის 350-დან 400 ერთეულამდე. საკმაოდ დიდი ზრდა არის, რაც განპირობებულია, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმით, რომ ელექტრომობილის შემოყვანა, შემდგომ უკვე აქციზი ბევრად უფრო არ განბაჟება, რასაც ეძახიან. ბევრად უფრო წახალისებულია ვიდრე ანში დაწვის ან თუნდაც ჰიბრიდული ავტომობილების. მეორე ფაქტორი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ სერვისი ამ კონკრეტული მანქანების ბევრად უფრო ბიუჯეტურია, არ საჭიროებს უფრო ხშირ ვიზიტებს სერვის ცენტრში. ჭირდება მხოლოდ გარკვეული ეტაპის სერვისები და ეს რა თქმა უნდა დიდი კომფორტია მომხმარებლისთვის. და მესამე ფაქტორი, რა თქმა უნდა, ეს არის დამუხტვა და რეალური ხარჯი 100 კილომეტრზე რო იაროს ელექტრომობილმა, დაახლოებით ეს უდრის 5-დან 10 ლარამდე. 100 კილომეტრზე ეს არის იმ შემთხვევაში, როდესაც უკვე სწრაფ დამუხტვაზე არის საუბარი, ხოლო თუ სახლის პირობებში ჩვენ მუხტავთ მანქანას, ამ შემთხვევაში უკვე 3-4 ლარი სჭირდება, რომ 100 კილომეტრი გადავაადგილოთ ელექტრომობილი რა. შესაბამისად ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა თითოეული მომხმარებლისთვის ასე. ოთარ, როგორ შეიცვალა ზოგადად მომხმარებლის გამოცდილება ელექტროავტომობილებთან დაკავშირებით? მე მახსოვს რაღაც წლების განმავლობაში იყო 1000 ტიპის ლეგენდა, თითქოს ყინვებში ვერ ქოქავდნენ და იყო ერთი ამბავი ამასთან დაკავშირებით. ასევე ხანგრძლივი დროით გადაადგილება თუ გჭირდებოდა თბილისიდან ბათუმამდე, რომ აი ამ ხანგრძლივი გადაადგილების შემთხვევაში ამ ტიპის ავტომობილებს რაღაც ტიპის პრობლემა ჰქონდა. როგორ შეიცვალა 2022 წლიდან ეს ტენდენცია და ტრენდი, როგორ შეიცვალა თვითონ მომხმარებლის აღქმა ელექტროავტომობილებთან დაკავშირებით? რა თქმა უნდა, ადრე ინფრასტრუქტურაც ისე არ იყო განვითარებული, როგორც ეხლა არის. სიტყვაზე მომხმარებლებს ეშინოდათ, რომ აი ელექტრომანქანით ვაიდა გზაში დავრჩე, ვაიდა სადმე გამიჩერდეს და რაღაც მხრივ ლოგიკურიც იყო ხო ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ ჩვენ თუ ავდგებოდით, დავждდებოდით მანქანაზე და წავიდოდით სიტყვაზე ბათუმში, არ იყო ინფრასტრუქტურა ისე განვითარებული, რომ მაგალითად გზაში ქონოდა შესაძლებლობა რომ გადაგვეტენა ან რა ვიცი, ყველა ვარიანტში უნდა დაგვემუხტა 100%-ზე რომ ქალაქიდან გავსულიყავით. ეხლა უკვე ეგ ისე პრობლემას აღარ წარმოადგენს, ინფრასტრუქტურა განვითარდა. შემოვიდა უკვე სხვადასხვა დამტენი კომპანიები, რომლებიც აყენებენ დამტენებს ქალაქში. მათი ინტერესი რა არის, ხო, რაც უფრო მეტ
ესე რომ ვთქვა charger მას დააყენებენ, დამტეს დააყენებენ, მით უკეთესია მათთვის, ხო? ეს შესაბამისად ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და გადადის უკვე მომხმარებელზე და მომხმარებელს უკვე კომფორტში არის, იმიტომ რომ ეხლა თბილისში ძალიან ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობითაა უკვე დამტენი სადგურები, ესე რომ ვთქვათ, გზაშიც რო წავიდეთ მაგალითად დასავლეთის მიმართულებით იქნება ეს თუ აღმოსავლეთის მიმართულებით ყველგან გვხვდება უკვე ეგ პრობლემა აღარ არის და მით უმეტეს ეხა აი თქვენს კითხვას გავცემ კიდევ ერთ პასუხს ზამთარში როგორ ხდება მოკლედ ეცემა თუ არა ჩვენი რეინჯი ესე რომ ვთქვათ გამავლობა ელექტრომანქანის არის ცნობილი ჩინური ბრენდები მაგალითად ერთ-ერთს გამოვყოფ BYD მაგალითად გამოუშვა Blade ბატარეები Blade ელემენტები რომლებიც საკმაოდ უკვე აი მაგ პრობლემას გვიხსნის Blade ელემენტები არის შეფუთული ელემენტები რომლებიც ზამთარში იმ რეინჯს არ ინახევრებს მაგალითად როგორც აი სიტყვაზე Tesla გამოყოფდი არ ინახევრებს და არის შეფუთული ელემენტი რომლებიც უკვე რეზისტენტულია სიცივის მიმართ და თუ სიტყვაზე ნორმალურ შემთხვევაში გავდივართ ხოლმე რაღაცა მოდი პირობითად ვთქვა 500 კილომეტრს ზამთარში ეს 500 კილომეტრი ძალიანაც არ გვინახევრდება რა გავდივართ დაახლოებით 400 კილომეტრს 100 კილომეტრი გვაკლდება რა და მანდ არის კიდე ერთი ფაქტორი რომელიც ადრე არ გქონდა ელექტრომანქანებში არის თბო ნასოსებს ან თბო ეგრეთ წოდებული თბო ნასოსებს ვეძახით მაგრამ არის მოკლედ შემდეგნაირად მუშაობს ჩვენ გათბობას როდესაც ვთავთ მანქანაში ვთავდით უпроსორად ადრე ხო ძალიან გვაკლებდა ეს გამავლობას და აისახებოდა რეინჯზე მაგრამ ეხა უკვე ეგ უკვე ყველაზე ნაკლები პრობლემაა მოკლედ გათბობა ჩვენს მანქანებში ელექტრომანქანებში და გავდივართ იმდეს, რამდენსაც უნდა გავდიოდეთ რეალურად. რა ტიპის ავტომობილებია თქვენთან პოპულარული? თქვენ უკვე 2022 წლიდან ხართ ბაზარში და თქვით რომ დაახლოებით 400-მდე ავტომობილს ყიდით წლიურად. რა ტიპის ავტომობილებია მოთხოვნადი დღეს საქართველოში? ეს არის უფრო კორპორაციული შეკვეთები, იმიტომ რომ დიდ კომპანიებს სურთ თავიანთი ავტოპარკი გააძლიეროს და განაახლოს, ასევე უფრო ეფექტური გახადოს და უფრო იაფი გახადოს თუ ესენი უფრო არის ძირითადად ჩვეულებრივი მომხმარებლები, რომლებიც ინდივიდუალურად საკუთარი საჭიროებებისთვის ყიდულობენ ხოლმე ავტომობილს. როგორია თქვენი დაკვირვება ამ ბაზარზე? ჩვენ ზოგადად მულტიბრენდული შოურუმი გვაქვს, ჩვენთან წარმოდგენილი არის BYD სპექტრი და Changani სპექტრი. BYD წარმოდგენილი არის თავის მხრივ Leopard-ი, Yangwang-ი და Denzas ბრენდებით, ხოლო Changani წარმოდგენილი არის Nevo, Avatri და Deepali-ის ბრენდებით. ჩვენი სტატისტიკიდან ნათლად ჩანს, რომ ყველაზე მოთხოვნადი მაინც არის BYD, იმიტომ რომ ბევრად ბიუჯეტური არის ვიდრე სხვა მანქანები, ასე ვთქვათ. BYD რა კონკრეტულ ფასადაც კომფორტს გვთავაზობს, თუნდაც სხვა ჩინური ბრენდები და აღარ ვსაუბრობ ამერიკულ და ევროპულ ბრენდებზე, ისინი ვერ გვთავაზობენ რა ამ კომფორტს. შესაბამისად, BYD არის ტოპ მოთხოვნადი. ამას დავამატებდი, რომ დაახლოებით ჩვენი გაყიდული მანქანების 35% არის კორპორატიულ მიმართულებაზე და დანარჩენი მოდის უკვე ინდივიდუალურ გაყიდვებზე, ასე ვთქვათ რა. რაც ვფიქრობ, რომ წელს კიდე უფრო კარგი შედეგები უნდა იყოს, ვიდრე შაშანდელ ჭრილში იყო და ნახოთ დავალოდოთ ამ ყველაფერს. თქვენ დაგვირაბთ ეს ინდუსტრია იზრდება და მზარდია, რა თქმა უნდა, მზარდია და ჯერ კიდევ ველოდებით ყალებში იმ აფეთქებას, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში უკვე არის რა. ხშირად მიწევს ხოლმე სხვა ქვეყნებში, წასვლა მეზობელ ქვეყნებში და დაწყებული სომხეთი, აზერბაიჯანი, ასე თუ ცენტრალური აზიის მხარესაც წავალთ, იქეთ მხარესაც თვალში ხვდება და ჩინეთში რა თქმა უნდა
ჩინეთში ძალიან ადვილია, როდესაც მიდიხარ ავტომობილით, შენ შეგიძლია განასხვაო თვითონ საავტომობილო ნომრით ეს ავტომობილი ელექტროა, თუ არ არის ეს ელექტრო და შიდა წვერს რავით არის. ამიტომ ძალიან ადვილად შეგიძლია თვალითაც შეამჩნიო. ოთარ, რომელი ბრენდები გახდა საქართველოში ბოლო პერიოდში პოპულარული? თქვენ ახსენეთ BYD-ის შესახებ, BYD მსოფლიოს გიგანტი გახდა უკვე ბოლო წლების განმავლობაში, პოპულარობა იზრდება. რამ განაპირობა ეს პოპულარობა? პირველი და უმთავრესი ეს რაც არის ფასის შეფარდება ხარისხთან. ჩინეთშიც ვიყავით ახლა მე და საბა ამ ბოლო დროს ვერ აგიხსწერთ როგორი მზარდი არის ეს სტატისტიკა და ეს გადმოდის უკვე ჩვენზე საქართველოსაც რა. ყველაზე კარგი შეფარდება აქვს ჩინურ მანქანებს ჩვენთან, რომ ამ ფასად შეგვიძლია ის კომფორტი ვიყიდოთ, რაც იდეაში ევროპულ მანქანაში უნდა გადავიხადოთ ალბათ ჩინური მანქანის სამმაგი თანხა, რომ იგივე კომფორტი მივიღოთ რა. რა ვიცი, შემიძლია ჩამოთვალო როგორიცაა ის მესამე დონის ჭკვიანი კრუიზ კონტროლი, რომ მივიღოთ ევროპულ მანქანაში რაღაც კონკრეტულ თანხას ვიხდით. სავარძლების გათბობა, გაგრილებები იქნება, ეს მასაჟი იქნება თუ რაც იქნება. ხელმიუწვდომელია ჩვენთვის მაგალითად რა, საშუალო ფენისთვის სიტყვაზე ვამბობ. მაგრამ მოგცა ჩინეთმა და ჩინურმა მანქანებმა იმის საშუალება, რომ ეს კომფორტი და ესე რომ ვთქვა ბენეფიტები მივიღოთ იმ ფასად, რატომაც არა, ხო? და მით უმეტეს ეკომეგობრული არის. ეკომეგობრული, ეკოლოგიური, ეკონომიური, მოკლედ, ყველანაირად გვიწყობს ხელს ჩინური მანქანები, რომ ეს ჩვენ მოგწონდეს და გადავდგათ აბიჯი ამისკენ, რომ ვიყიდოთ ჩინური ელექტრომობილი რა და საბა ადრე როდესაც დაიწყო საქართველოს ზოგადად ეს ელექტროავტომობილების თემა, ძალიან რთული იყო გეპოვა ადამიანი, რომელსაც სერვისი შეძლო უზრუნველყო ასეთ ტიპის ავტომობილის, იმიტომ რომ მთლიანად სისტემა არის ელექტრონიზირებული, თავისი ცოდნა ჭირდება. მე მახსოვს ერთ-ერთ კომპანიას ჩამოყვანილი ყავდა და თავის VIP კლიენტებს ასეირნებდა ხოლმე ამ მანქანებით და მე როდესაც ეს მანქანა ფუჭდებოდა ავსტრიიდან ერთვებოდა ხოლმე ვიღაცა და 3 თვით თუ 4 თვით ადრე უნდა ჩამდგარიყავი რიგში ხელოსანთან, რომელიც ამას გამართავდა ხოლმე. როგორ შეიცვალა ზოგადად სერვისის მიმართულება ელექტროავტომობილებზე საქართველოში? რამდენად არის თბილისში და საქართველოს რეგიონებში იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი ტიპის სერვისი გაუწიოს კომპანიებმა ელექტროავტომობილის მფლობელებს? რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან ეს არის პირველივე გამოწვევა, რაც ჩვენ წინაშე დადგა. ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ახალ მანქანის შესყიდვას ფიქრობს, პირველი შეკითხვა არის ეს: გარანტია რამდენი აქვს მანქანას და შესაბამისად ვინ მოემსახურება ამ კონკრეტულ მანქანას. ჩვენთან 5 წლიანი გარანტიები არის ელექტრომობილებზე და რაც მთავარი არის, ჩვენ ოფიციალურად ვემსახურებით BYD-ს და BYD-ს ქვებრენდებს და Changan-ს და Changan-ის ქვებრენდებს. ეს ანუ იდეაში ჩვენთან თუ მომხმარებელი მანქანას გაიყვანს, ამ კუთხით დაცულია, რადგანაც ჩვენ ოფიციალური კომპიუტერები გვაქვს ამ ბრენდების, რომლებიც ონლაინ მუშაობენ. ეს რო თქვა, ანუ გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი სახის პრობლემა, რაც კი შეიძლება იყოს კომპიუტერულად დადგენადი, ჩვენ ამ დიაგნოზს უპრობლემოდ ვსვამთ. დისტანციურად? აი მაგათი თუ ქუთაისშია? არა, რა თქმა უნდა, მანქანა ჩვენთან უნდა იყოს მოყვანილი ჩვენსავე სერვის ცენტრში, იმიტომ რომ ჩვენი შოურუმის უკან ჩვენი სერვის ცენტრი გვაქვს და შესაბამისი, ასე ვთქვათ, მოდესტოთ ბჭყალიში ხელოსანი ამ ყველაფერს ტექნიკოსი უბრალოდ რო ვთქვა, ტექნიკოსი ყველაფერს გააკეთებს. ჯერჯერობით ხოლ თბილისში ვარ წარმოადგენილი, ბათუმზე ვფიქრობთ, სავარაუდოდ მომავალ წელს უკვე ბათუმის მართულებაც გვექნება. და ქუთაისი უკვე შემდეგი ეტაპია. რამდენად არიან დღეს საქართველოში ტექნიკოსები, რომელსაც შეუძლიათ ელექტროავტომობილების გამართვა, რამდენად ადვილია ხოლმე მათი პოვნა და პოულობთ ხოლმე თუ ზრდით მათ, თუ როგორ ხდება მათი გადამზადების პროცესი, იმიტომ რომ ის ტექნოლოგიური გადაწყვეტილება და ცოტა სხვა ტიპის ხელოსანი ჭირდება, რომელიც ტექნოლოგიებთან უფრო ახლოს არის, ვიდრე მექანიკური საქმიანობასთან. ჩვენთან ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელი აგრეთვე არის ბატონი ოთარი. შესაბამისად, უფრო კარგადაც გაგცემთ პასუხს. ჩვენ შაშან ვიყავით ჩინეთში წასულები, სადაც ჯერ
ოთომ გაიარა ასე ვთქვათ ტრენინგები და ეხლა უკვე ოთოს აქვს ის საშუალება რომ თავის ასე ვთქვათ თანამშრომლებს და კოლეგებს გაუზიაროს ის გამოცდილება რაც მან ჩინეთში დააგროვა. რა თქმა უნდა ჩვენ ჩინეთში გავიარეთ გადამზადება კარგი კითხვაა სხვათა შორის და ძალიან რთული საპონელია ესე რომ ვთქვათ ტექნიკოსი რომელიც შესაბამისი მხრივ მოემსახურება ავტომანქანებს მაგრამ ჩვენ უკვე რაღაც დოზის ესე რომ ვთქვათ გამოცდილებაც და ცოდნა გვაქვს დაგროვებული შესაბამისად მე ჩემს ცოდნას უზიარებ ჩემს ტექნიკოს ხელახლაც ვსწავლობთ, სწავლების პროცესში ვართ, არ მინდა დავმალო ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ისეთი ესე რომ ვთქვათ სპექტრია, რომ ძალიან დიდი ცოდნა არის საჭირო რა და ძალიან დიდი მასალა არის რა. ჩვენ ეხლა ვერ ვიტყვით მაგალითად ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ვფიქრობ რომ გამარტივებულია არის მაგრამ ზუსტ ინფორმაციას ნახეთ ჩინურ მანქანებზე ვერ გვაწუდის მაინც იმიტომ რომ დიდად უფრო ესე რომ ვთქვათ ინფორმაცია არ მოიპოვება ინტერნეტში რომ აი რაღაცას რო ჩავწერთ მაგალითად სხვა მანქანაზე შეიძლება რომ აი YouTube-ზე მაგალითად ტუტორიალიც კი ვნახოთ ხო მაგრამ აი ჩინური მანქანები და ჩინეთი ზოგადად მაინც უფრო იცავს რა თავის ესე რომ ვთქვათ ინფორმაციებს რომ ესე ყველგან არიდოს და ჩვენ გვაქვს კაგრას ის პლუსი რომ ჩვენ ეს ინფორმაციები ონლაინ რეჟიმში ჩვენ პარტნიორებთან გაცვლა-გამოცვლაში ვართ ნებისმიერი კუთხის კითხვით შეგვიძლია მივმართოთ თან ეს ძალიან ოპერატიულად ხდება როგორც მოგეხსენებათ 4 საათი მაინც ხოვობა გვაქვს მაგრამ შეთანხმებულები ვართ რომ ჩვენი ესე რომ ვთქვათ სამუშაო გრაფიკი იციან და ძალიან ოპერატიულად ხდება ეს ყველაფერი რაღაცა კითხვა გვაქვს ვუსვავთ სიტყვაზე არ გქონია ხო ესეთი შემთხვევა და მას აქვს გამოცდილება გვიზიარებს აი ჩვენი უპირატესობა იდეაში ეგაა რომ გაცვლა-გამოცვლა ყოველთვის მითის. საბა, როგორ შეიცვალა ბატარეების მიმართულება ზოგადად? მახსოვს თავიდან მაქსიმალური გადაადგილების ტრაექტორია 200 კილომეტრი იყო. დღეს 200 კილომეტრი უკვე სასაცილოთაც აღარ ყოფნის. როგორ შეიცვალა ბოლო წლებში ეს მიმართულება და როგორ დაიხვეწა ზოგადად ბატარეები? ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ვახსენეთ ამ იმასაც კი ამბობდა რომ თითქოს თავის ტკივილებს იწევს და მთელი კამპანიები იყო ხოლმე მიმართული სასაცილოა. წერა გამახსენდა თქვენ. წერა გამახსენდა რაღაც იმპოტენციაზე იწევსო იმას რა. 1000 ტიპის რაღაცა. 1000 ტიპის ჭორი დადიოდა, მაგრამ მობილურ ტელეფონებშიც ეგ დადიოდა თავის დროს და ტელევიზორი როდესაც გამოიგონეს ტელევიზორსაც ეგ გამოდიოდა მით ტელევიზორს შეხედავდა 1000 ლეგენდები არსებობდა ამასთან მე მობილურ ტელეფონებსაც იყო, იგივე იყო ეხა ავტომობილებსაც. მინდა გითხრათ, რომ მართლა სერიოზულად მაგაზე კვლევაც არის ჩატარებული, ვიდეოების დევს მზომი უჭირავთ ხელში, რომ აი რადიაცია დააფიქსირონ და აი რაღაც აი ხო ხვდებით ეხა რა სასაცილოა ეგ არანაირი რადიაცია. საბა როგორ შეიცვალა ზოგადად ბატარეების მიმართულება? კი ბატონო, მე რაც შემიძლია ჩემი გამოცდილება რაც დავაგროვეთ, აი 2022 წლიდან მოყოლებული BYD და მისი წარმოების ელემენტები და აგრეთვე ჩანგანი რა მიმართულებასაც მიყვება, ეს არის კატლის ელემენტები. ეს არის ორი გიგანტი კომპანია, რომლებიც ერთმანეთს აძლიერებენ. ეს არის მუდმივად კონკურენციაში მყოფი ორი ბრენდი. თუ მაგალითად ჩინურ ბრენდს არ უყენია BYD-ის ელემენტი, მას უყენია კატლის ელემენტი და ასე ვთქვათ, აი მაგალითად რო ვთქვათ რა BYD-მ დაანონსა მიმდინარე წელს რომ ახალ მანქანებში, ახალ მოდელებში, რომლებიც უკვე იქნება 2026 წლის მეორე ნახევრიდან შესაძლებელი და ხელმისაწვდომი 9 წამში იმუხტებიან. 9 წამში. კატლმა წელს პეკინის ავტოშოუზე დაანონსა რომ მისი ელემენტები უკვე დაიმუხტება 6 წუთში. შესაბამისად აქ არის ბენზინის ჩასმოზობთ მცირედ როა. კი, რა თქმა უნდა ეს ასეა. მე ჩინეთში მაქვს ნანახი მსგავსი ტიპის მომსახურებაც შედიხარ ავტომობილით, მას უცვლიან ამ ელემენტს და ახალ ბატარეას უყურებენ. ესეთი ბრენდები, NIO არის ერთ-ერთი მათ შორის, რომელსაც
ეგ მიმართულება აქ არჩეული და მას ამ პროცესზე ბევრად სწრაფი არის უკვე 9 და 6 წუთიანი პროცესი, დამოხდის პროცესი და აგრეთვე მსგავსი ტიპის 9 წამი ხო შეიძლება 9 წუთი. 9 წუთი სავარაუდოდ ხო წამი თქვი ხო. ოკეი, მაპატიეთ. მეც გაოცებული ვიყავი 9 დათვლა 9 წუთი და 6 წუთი შესაბამისად. და აგრეთვე ასე ვთქვათ 2022 წლიდან ჩინურ ავტოწარმოებაში უკვე ხდება ასე ვთქვათ ეპოქალური ცვლილება. რაც გულისხმობს იმას, რომ შემოდის მეორე თაობის ელემენტები. მეორე თაობის ელემენტები რაც გულისხმობს ეს რომ მეორე თაობის ელემენტები გულისხმობს უკვე ლითიუმ ფოსფატებზე გადასვლას. რაც არის ბევრად მდგრადი ელემენტები, ვიდრე იყო მაგალითად 2016-დან 2021 წლის ჩათვლით მოდელებში. და არა დეგრადირებადი რა თქმა უნდა. ისინი ბევრად დეგრადირებადი იყო, მათ ბევრად ნაკლები ციკლი ჰქონდა მოხმარების. 2022 წლიდან დღემდე მოყოლებული რაც არის ელემენტები, მათ აქვთ დაახლოებით 3000-დან 4000-მდე მოხმარების ციკლი. მას მე რა ხდება გვეკითხებიან მოხმარებლები, მაგრამ რა მილიონ ნახევარ 2 მილიონ კილომეტრს როდესაც გაივლით, რა ვიცი, მე გადავაგდოთ ის მანქანაც. დღეს მაქსიმალური რა არის? დღესდღეობით ერთი დატენვით და ზოგადად დღესაც გამოდის მანქანები, არის დაახლოებით რეალური რეინჯები, რეალური გამოვლენები. რა უწერია ერთია, როგორც ამბობენ. CLTC და WLTC სტანდარტებია, რომლებიც განსხვავდებიან რეალობასთან რა მოკლედ. ასე რომ ვთქვათ, არის რეალური 300 კილომეტრიდან 600 კილომეტრამდე დაახლოებით ასე. ეს განპირობებული არის ელემენტის მოცულობიდან და შესაბამისად წვის რეჟიმიდან რა წვა აქვს უკვე მანქანას. საშუალოდ მაინც დაახლოებით ელექტრომანქანები დღეს 500 კილომეტრს რეალურად უკვე გადიან რა, რაც საქართველოსთან ბათუმამდე. საქართველოს ისეთ პატარა ქვეყანა როგორც საქართველო, ფიქრობ რომ სულად საკმარისია, არის. ზოგადად საზომი ეგ არის ხოლმე საქართველოს შემთხვევაში თბილისიდან ბათუმამდე შეუძლიათ თუ არა თუ იმ კონკრეტულ მანქანას გაიაროს რა, დაფაროს ეს მანძილი და განსაკუთრებით 2026 წლის მოდელები რაც შემოვიდა და ზუსტად იდენტური უნდა იყოს 2025 წლის მოდელთან, ეს 2026 წლის მოდელები ბევრად უფრო ენერგოეფექტურები არიან ვიდრე წინა წლის მოდელები. მიუხედავად იმისა, რომ ერთი და იგივე მოცულობის ელემენტი აქვს და ერთი და იგივე წყალებში რეინჯი აწერე, გამავლობა აწერე 510 პირობითად რა, ეს მანქანები ლევანდელი მოდელები გადიან უკვე 450-დან 500-მდე რეალურად და ძველი მოდელები უკვე 350-ს დადიოდნენ რა. აი რაც უფრო ვითარდება, რაც უფრო ახალი წელი მოდის, ასე ვთქვათ რა, ეს ტესტებთან მიახლოებული გამოვლობებიც უფრო და უფრო რეალური ხდება ვიდრე ადრე იყო. ესაც დავამატებ ახალი თაობის ელემენტები კიდევ რას მოიცავს. ეს არის flash charge. ანუ უკვე ადაპტირებული არის იმ ჩვენს ულტრა სწრაფ დამტენებზე. ჩვენ როცა ვიყავით ჩინეთში, ვნახეთ, ანუ წარმოიდგინეთ 5 წუთში მანქანა რო დაიტენოს, შესაბამისი ინფრასტრუქტურა ჭირდება მანქანას, ხო? ესე რომ ვთქვათ, დიდი ელექტროენერგია უნდა მიიღოს მანქანამ. ანუ მეორე თაობის ელექტრო ბატარეები, რაც არის უკვე ამის მიმღებლობა აქვს. მოგეხსენებათ ახლა სხვადასხვა ჩინური მანქანები სხვადასხვა სისწრაფით იტენებიან. ეგ მაქედან არის გამომდინარე, რომ ანუ მიმღებლობა აქვს სხვადასხვა. ეს უკვე ახალ თაობის ელემენტებში მოხსნილი არის და ყველა არის ჩათვალეთ, რომ ულტრა ბგერითი სისწრაფით შეუულია, რომ ეს მოკლედ ელექტროენერგია მიიღოს რა. მალე მოერგება ელექტროენერგიის მოხმარებას. რამდენად იზრდება, როდესაც სახლის პირობებში ვტენი ავტომობილს და დაახლოებით 100 კილომეტრზე რა თანხაზეა საუბარი დღევანდელი მოცემულობით. სახლის პირობებში, მოგეხსენებათ, რაღაც 25 თეთრი არის უკვე სახლის პირობებში, ხო? 25 თეთრით რო დავტენოთ ჩვენ სიტყვაზე ჩვენი ელექტრომობილები, დაახლოებით 15-დან 16 ლარამდე გვჭირდება, რომ მოკლედ 100%-მდე შევავსოთ და წარმოიდგინეთ 15-დან 16 ლარამდე, აი ესეთ რეინჯში, ჩვენ შეგვიძლია გავიაროთ საშუალოდ 400-450 კილომეტრი. შეიძლება მთელი კვირის განმავლობაში მეცაც ვერ გადიოდეთ თუ ძალიან დიდი რაოდენობა არის მოხმარებლების, რომლებიც აი
მერე იმიტომ ვტენიო უბრალოდ რომ ძალიან დიდი ხანი გავიდაო რა რაც მაგ დატენილიო და პროსტა მინდა რომ დავტენო და მოგეთ ანუ ძალიან კარგი არის რა ეგ საბა რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ელექტროავტომობილებთან დაკავშირებით რაც საქართველოს ბაზარზეა და რაც ქართულ მომხმარებელს უდგას მე მაინც ვიტყოდი რომ ცნობიერება და გამბედაობა ეს ორი რაღაცა რაც აფერხებს მაინც ბედავენ ქართველები თუ ამას ბედავენ ჩვენი მეზობლები და არა მარტო მეზობლები უკვე მაინც პირველს რას ვიტყოდი იცით მაინც პირველს ვიტყოდი რომ აი ჩინურია რაღაც ალბათ ძველი დროიდან გადმონაშთიც არის ეგ რა რომ აი ჩინური რაღაც ცოტა ისეც ნიშნავს მაგრამ ეგ ხო ეგრე აღარ არის რა ჩინური არ ასოცირდება რაღაცა სუდთან ან რაღაც ხო ეს მაინც მაგიტომ, იმიტომ რომ აი ჩინურია და რაღაცა, მაგრამ ხალხო ჩინური უკვე თავის სიტყვას ამბობს და პირიქით რა. კი, ნამდვილად ასეა. არა თქვენი ასეთ ცნობიერებასთან დაკავშირებული საკითხებია. ცნობიერება და გამბედაობა. ოთომ კითხვა დავამატებო, მაგრამ რეალურად ეგ გამბედაობასთან არის. უფრო ახლოს. ეხლა მეც და ოთოც უკვე გამოცდილებიდან ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენ რომ თავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს გარკვეულ პროდუქტებს რა იმ პროდუქტებს ჩვენ თონაც ვიყენებთ და ჩვენ თონაც მოძრავთ და გადავაადგილდებით ამ მანქანებით შესაბამისად ყოველდღიურობაში ვიცით როგორია იმდენად დიდი კომფორტია ვერ აგიხსენებთ რა ანუ ბევრად ჯიბესაც ეთყობა ეს ყველაფერი თავისთავად იმიტომ რომ აქ ვახსენე დაახლოებით 3-4 ლარი გჭირდება რომ 100 კილომეტრი დაფარო რეალურად რა თუმცა გამბედაობა აგრეთვე გულისხმობს იმას რომ სად დავმუხტო მანქანა რა ადამიანები რომლებიც მაღალსართულიან შენობებში ცხოვრობენ კორპუსებში ცხოვრობენ მათთვის გასაგებია რომ რთულია რომ საერთოდ დავტენო როგორ დავტენო აი ეს უკვე 60 ლარიანი დამუხტო აღარ გამოსდით მათ და გამოსდით უკვე ფაქტობრივად ორჯერ ძვირის გადახდა ქუჩაში რომ დამუხტო ამის გამო ჩვენ შოურუმში გვაქვს ასე ვთქვათ, დინგასამართი სადგური მოწყობილი, 3 სტრაფი დამტენი გვიყენია, ასე ვთქვათ, რომელსაც 6 თავაკი აქვს, შესაბამისად, ჩვენთან მოსული მომხმარებელი არა მხოლოდ მანქანას იღებს, არამედ შემდგომ სერვისაც იღებს ამ კუთხით რა. შეუძლიათ 400 კილოვატს ჩუქნით ხოლმე, ასე ვთქვათ და შემდგომში უკვე ბევრად ბიუჯეტურად შეუძლიათ ხოლმე დამუხტონ თავიანთი მანქანები ჩვენთან, ვიდრე მაგალითად სხვა დინგასამართ სადგურებში შეუძლიათ. ვიზუალურადაც ძალიან შეიცვალა ზოგადად ეს ავტომობილები, უფრო დახვეწილია, ბევრი სისტემები აქვს შიგნით თავისი ეკრანები და თქვენ თუ დააკვირდით სხვა ცნობილი ბრენდები აი ევროპული ბრენდები რო ავიღოთ თუ დააკვირდით უკვე ჩინური სტანდარტებით, ჩინური ვიზუალით როგორიც იყო აი მაგათაც ჩინური მანქანები უკვე ამსგავსებენ, იმიტომ რომ იციან რომ მომხმარებლებს უკვე ეს მოსწონთ, ეს არის ლამაზი, უკვე აქეთ და პირიქითაც მინახავს ძალიან ცნობილი ბრენდების მსგავსი ჩინური მანქანები. რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა. სხვათა შორის ქუჩაში ძლივს გამიორჩევია ერთმანეთსგან ეს. სხვათა შორის Ferrari პირველი ელექტრომანქანა გამოუშვა. Ferrari-მაც კი პირველი ელექტრომანქანა გამოუშვა. სხვა ბრენდებზე რო არ დავიწყოთ საუბარი, ელექტრომანქანები მოკლედ აი მოდის და სავარაუდოდ. სამ როგორ ხედავთ აი ამ ელექტროავტომობილების მომავალს ზოგადად საქართველოში? რა ტენდენციებს ხედავთ, როგორ იქნება სამომავლო ტრენდები? როგორ ხედავ და როგორც ვისურვებდი, ორი ფაქტობრივად თანხმედრაში არის რა. ვფიქრობ რომ მზარდი იქნება ჩვენთანაც ელექტრომანქანები უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს და მეტ დღოლს დააკმაყოფილებს, იმიტომ რომ მაინც საბოლოო ჯამში მივდივართ ჯიბესთან რა უფრო ბიუჯეტური და ეკონომიურია და ამ კონკრეტულ ფასში ჩვენ რისი მიღება შეგვიძლია. შესაბამისად ამ მიმართულებით ჩინელები და ზოგადად ჩინური წარმოების ელექტრომობილები ბევრად წინ არიან ვიდრე მათი ევროპელი და ამერიკელი კონკურენტები. შესაბამისად ვფიქრობ რომ ის რაოდენობები ჩვენ რაზეც გადაცემის დასაწყისში ვისაუბრეთ მინიმუმ გაორმაგდება. ეს მხოლოდ ჩვენს თავზე ვიძახი და ჩვენ კონკურენტებსაც წარმატება. და ოთარ ბოლო შეკითხვით მინდა თქვენთან გადმოვიდეთ, რადგან ჩვენი საეთერო დრო იწურება. რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, რას ფიქრობთ მომავალში, როგორ განავითარებთ ელექტროავტომობილების გაყიდვებს საქართველოში? ჩვენ ერთის მინდა აღვნიშნო, ჩართულები ვართ მოკლედ ტაქსოპარკის ელექტრომობილებით მომარაგებაში. ჩვენ საკუთარი ტაქსოპარკიც გვაქვს
სახელი e-taxi, რომლებითაც მძღოლებს თავაზობთ ელექტრომანქანებს, უბრალოდ უნდა მოვიდნენ, გვეთანამშრომლონ, დაჯდნენ და იარონ ელექტრომობილებით ჩვენს კომპანიაში. მომავალში, ჩემი აზრით, ელექტრომანქანები უფრო და უფრო როგორც საბამაღნიშნა მზარდი იქნება. 2025 წელს მე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგი შედეგი დავაფიქსირეთ და კი, საქართველოში მეორე ადგილზე ვართ, რომ შემოტანის, ესე რომ ვთქვათ, კუთხით, კი, ელექტრომობილების. და მომავალშიც გვპირდებით, რომ ჩვენ არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ, წინ და წინ მივიწევთ, რა თქმა უნდა, სერვისი, ელექტრომობილების სხვადასხვა მოდელები და რა ვიცი, ყველანაირი კომფორტს თავაზობთ ჩვენ მომხმარებელს, რომ მოვიდნენ ჩვენთან, მიიღონ სრული სერვისი, რასაც დავამატებ კიდევ ერთი არის აპლიკაცია, master account-ი, რომლითაც თქვენ ხდებით სრული მფლობელი თქვენი მანქანის და გაქვთ ის კომფორტი, რომ ჩართოთ სახლიდან გათბობა, გაგრილება, რაღაცა ესეთი კომფორტები გქონდეთ. აი ამ ყველაფერს თავაზობთ ჩვენ მომხმარებელს და აბსოლუტურად ტექნოლოგიზირებული შენ შეგიძლია შენი მობილური ტელეფონით მართო შენი ავტომობილი კონდიცირება ჩართული დაგხვდეს, როდესაც შუაგუმზე შეგიყენია. თუ მე მახლოს მოგიყენა ავტომანქანა და ვერ ჯდებით თქვენს მანქანაში კარებს ვერ აღებთ, შეგიძლია ტელეფონით გამოწიოთ ესე წინ და ჩაჯდეთ კომფორტულად, ისე გააგრძელოთ მოძრაობა და მოკლედ კარგი შესაძლებლობებსაც შეუძლია. ბიუჯეტურ მანქანას 15000 სიტყვაზე ვამბობ, ხო, როცა მანქანას ყიდულობ და ეს შეუძლია უკვე მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან პოზიტიური შედეგია იმისთვის, რომ ავტომობილი, რომელსაც შენ მართავ, კიდევ უფრო მეტ კომფორტს გაძლევდეს და პირიქით არ იყოს, რომ მუდმივად იტანჯებოდა ის გამარჯვება ავტომობილი. კომფორტს იღებ და იმდენად ეჩვევით, ჩვენს ვეუბნებით ხოლმე მომხმარებლებს, რომ იმდენად ეჩვევით ამას, ამ კომფორტს, რომ მე პირდაპირ ვეუბნებით, რომ უკან გახედვა, ანუ შიგაწვის ძრავისკენ გახედვა უკვე აღარც უნდათ. რამდენჯერაც ეგრე ვითქოს, მართლაც ეგრე მომხდარა მოკლედ რა. მე მინდა ძალიან ბევრი წარმატება გისურვოთ. ჩვენ საერთოდ დრო გაფრინდა და სწრაფად დასრულდა. ჩვენ დღეს საუბრობდით ელექტროავტომობილების შესახებ. კომპანია Emotions-ის წარმომადგენლები ყავდა დღეს სტუდიაში სტუმრად საბა ხაზალია, მისი დამფუძნებელი და დირექტორი და ოთარ კაპისონია, რომელიც გახავთ გაყიდვების მენეჯერი. წარმატებებს გისურვებთ. მე კიდევ ამშვიდობები ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით შემდეგ ორ შაბათს დროებით.